მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, ძალიან მომინდა ამ ვიდეოს ჩაწერა ახალ გამოღვიძებულზე, მაშინ როცა ფინჯან ყავას შევექცეოდი, ვფიქრობთ ეხლა როგორ დავგეგმოთ დღევანდელი დღე, როგორ ვიბანაოთ, რა მაკიაჟი გავიკეთოთ, რა ტანსაცმელი ჩავიცვათ, რა სურნელება ვარჩიოთ, ანუ რა სუნამო შევიბწყუროთ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაფერ ამასთან მიმართებაში მე მაინც ვფიქრობ, უმჯობესი იქნება შევარჩიოთ არა ტანისამოსი, არამედ უპირველესად აზრები. და ის პირდაპირ დამოკიდებული იქნება იმაზე, არა მარტო როგორ გამოიყურები, არამედ როგორი დღეს განვლევ თქვენი ძვირფასი ცხოვრებისა. და თუ გგონიათ და მეტყვით და შემესიტყვებით, რომ ყველაფერი ახლა ამაოა, ყველაფერი თავზე მემხობა, რაღაც დაულაგებელი ქაოსი და ოხლოკრატია ეს ჩემი ცხოვრება, აი ზუსტად მაშინ წუთით მაინც მოგიწევს დაფიქრება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. ზუსტად ამ დროს წარმოიდგინეთ, რომ ღმერთი თქვენ ცხოვრების წესრიგს ალაგებს. ეს პროცესი კი მოგეხსენებათ, ყოველთვის აყალმაყალითაა სავსე. ყოველთვის რაღაც ვაქხანალურია და ყოველთვის რაღაც არეულია. ასე რომ ყველაფერი კარგად იქნება. თავი აქ დააწყვეთ აზრები და მერე მოდით როგორც სიტყვიან მოწესრიგებაში. აბა ბედნიერი და საყვარელი დღე ყველას. კეთილი აზრებით განავითარეთ დღევანდელი ღვთით ბოძებული დღე. მიყვარხართ.